წინ რა. რა. სანტაზია დაინეწებოდი თორე. მიყვარხარ ყველანი, ძალიან დიდი მადლობა. და აი დადგა როგორც იქნა დღე, რომელსაც მე და ჩემი გულშემატკივრები ესე დიდხანს ველოდით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გენერალურ სპონსორს Niger Sports, რომელმაც სრული გამოთქვა ჩვენთან ერთად ემოგზაურა ამ ევროტურში და ირწმუნა ამ პროექტის. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Tegeta Motors, რომელიც არის ოფიციალური წარმომადგენელი მოტულის საქართველოში და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Mobinex, რომლის საშუალებითაც ეჭვიც არ გვეპარება, რომ არც 1 მეტრი არ იქნება მთელი ევროპის განმავლობაში, სადაც არ გვექნება ინტერნეტი და თქვენ მოგაგებით ყველანაირ ინფორმაციას შეუზღუდავად. ნინუცა ხო? კი. ეხლა მივდივართ მოკლედ ევროპაში ჩვენ რა. მივდივართ? არა, პორტუგალიაში მივდივართ ეხლა. მოიცა ერთი წამი გამოვიდა. აბა ბედნიერი და შვიდობიან და შემოვედი წიმოს. ბიჭო, ეს არის ტრადიცია, აქ ვიღებ ხოლმე ყოველთვის როცა ბათუმში შემოდივარ ფოტოს. ძალიან კაი ფოტო გამოდის ხოლმე. საგერა ვართ ბათუმში და ავჩერდებით აბერმე წუთია. აი, ალბატონები ჩვენები. და ჩამოახიე. ეხა ჩამოვედი ამ წუთას, გაიხარე. გაიხარე. რა არის? ხო. მადლობა დიდი. Алло, guess me. ის დაიკარგე. აი მოდი, მოდი. აი მოვედით BCO-ში, სადაც ყოველთვის გვხვდებიან ძალიან გულუხურვალეთ და გვიპრიალებენ ჩვენს მოტოციკლეტებს, როგორც კი ჩავდივართ ბათუმში, პირველი ყოველთვის ამას ვაკეთებ. Hello, we are going in Germany, in Berlin now. Really? Yeah, really, and then in Portugal, yeah. Hello, nice to meet you. And we are going. Unbelievable. By bike, yeah? Turkey, Greek, and so on. Yeah, we go in the same way now. Okay, I can't film. არ ველოდებით. ეხა ჯერ მეწავალ გავარკვევ დაზღვევებზე, აქ იყავ უკვე სადაც ნელ-ნელა შეწია ორივე ბაიკი, მე მოვალ გეტყვი ზუსტად რა უნდა გავაკეთო და მანამდე მე შევწევ ბაიკებს შიგნით. ძალიან მარტივად გადმოვიარეთ საქართველოსა და თურქეთის საზღვრები. მოგთხოვეს მხოლოდ პირადი პასპორტები, მოტოციკლის ტექპასპორტები და მართვის მოწვევები. ასევე თურქეთის მხარეს მოგთხოვეს მოტოციკლის დაზღვევა, რომელიც იქვე ადგილზე გავაკეთეთ. ოკეი, კაი, ეხლა ვარ ამ წუთას თურქეთში, აგერ არის ბატონი დავითის ბარემ გადავუღოთ როგორ გადმოდის. ეს პირველი ქვეყანა, bro. ჩვენი გოგოები ულამაზესი, ეს ერთი. ეს მეორე, აგერ არის. ეხლა დავაკრავთ აი ამ სტიკერს. ესე, დავითის მოტოციკლს დავაკრავთ სტიკერს და ეგერ არის გერმანიიდან ჩამოსული კაცია, რომელიც ისევ გერმანიაში ბრუნდება. BMW GS 1200-ით და მოგნახა შოქში იყო, ვერ დაიჯერა რომ ამ ხელა კილომეტრიო, ფაქტურად ერთად მოვიაროთ 4000 კილომეტრი. გვიწევს ახლა გერმანიამდე ერთად სასიარულო რა. და ვერ დაიჯერა, ვერ იზავთო მაგას და კი არის ის რომ მე უკვე დამყოფი ვარ ბაიკით გერმანიაში რამდენჯერმე და დავითი დაჟე ბორჯომამდე არის ჩასული ბაიკით და მაგას კი არ წარმოუდგენთ. პედაზე. აი დავაკროთ ახლა თურქეთის დროშასაც და გავაგზავნებთ გზას. Все, egal. Nobody goes up.
თურქეთისგან ძალიან იწელება ხოლმე და ვცდილობ მაქსიმალურად მალე გავიარო ეს მონაკვეთი. პირველი დღე სამსუნამდე უნდა გვევლო, რა თქმა უნდა წვიმაში მოგვიწია სიარული. 2 დღე დავდიოდი თურქეთში და 2-ვე დღის განმავლობაში ფაქტურად მთელი დღეები წვიმდა და სამსუნამდე სანამ ჩავედით ერთი პატარა ისტორიაც გადაგვხდა იქაურ პოლიციელებთან. Stop. İkisi de C maddesi, doğru mu? 70. Doğrudur. 90 kilometre onların %40. 50'den fazla 135'ten sonrası bunlara şey. Normal speed. 90. Okey. Okay. 165. Bu 100. İkinci motor 173 müydü? Doğrudur. İkinci motor siyah kasklı siyah başında atıyorum sana göre. Şunu kapatır mısın? It's stop. Finish. Здорово, брат. Эй, давайте его. Воздарамашларам, да? Давайте его. Эй, давайте. Говорю, мой небе. მოკლედ თურქეთში პოლიციის მიერ გაფუჭებული ხასიათის შემდეგ გავაგრძელეთ გზა და ერთადერთი თურქეთში რაც გვახალისებდა იყო ძაღლები, რომლებსაც ვეფერებოდით და მოხტავდნენ დადებითი ემოციებისგან. სამსუნში ვართ მოკლედ. აგერ არის ჩვენი ლამაზმანები. აი ესე. დაროა დავით. ხო. ორი ლამაზმანი და ერთი უჩხული მოკლედ. ეხლა მივდივართ სტამბულისკენ. დღეს გვაქვს 750 კილომეტრი გასავლელი. გრძელი გზა გველოდება იდეაში ძალიან დაახლოებით 12 საათი მოგვიწევს მოტოციკლზე ჯდომა და იმედია ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის. აგერ არის ყველაფერი მზად არის, გავამზადეთ უკვე და დანარჩენს უკვე სტამბულიდან განახეთ. ამოდროებით. თურქეთით ვართ ყელამდე პატივნაცემი. მოკლედ თურქეთში გავიარეთ 1600 კილომეტრი. ამ 1600 კილომეტრიდან ერთხელ ავირტყით ჯარიმა, გავსწორეთ კიდეც ეს და ეხა საზღვარზე გადაგვახტოვიდეს ეგ ჯარიმა. მე მომიწია 550 თუ 560 ლარის გადახდა და დავითს მოუწია რამდენი მოგიწია? 640 ლარის გადახდა მოუწია დავითი ჩემზე ჩქარი არის. ჩემზე ჩქარა დადიოდა და მაგითო უფრო მეტი გადახდა. ამას მიუძდევდი. ხო, ნუ მოკლედ ეგ რაღაცნაირად ეგრე დაალაგეს, რომ დავითმა გადაიყადა რაღაცა 600 რაღაცა და მე 500 რაღაცა. ეხლა შემოვიდით ბულგარეთში ამ წუთას და შარშანად და ადრეც როცა ვარ ნამყოფი, აი საზიზღრად მაწვალეს, აი ძალიან საშინელება იყო რა. ეხლა რავი, აი დავითმა თავისი ლამაზი თვალებით ჩაყიდა და წადით, არაფერი არ გინდა თუ არც ინშურენსი არც არაფერია და გამოგვიშვეს ეგრევე და რავი ვერ მივხვდი რანაირად როგორ რატომ, მაგრამ ნუ ფაქტია გამოგვიშვეს რა და Lucky charm. და ნუ კავიჩე აგერ არის ჩვენი გოგოები. ესე იგი. აგერ არის ეს დროშაც, რომელიც დავაკრათ მოდი აი აქ. ეს. всё, ბულგარეთის დროშაც დაკრული არის და ვაგრძელებთ მოგზაურობას წინ. კიდევ 3597 ქვეყანა გვაქვს გასვალელი. აბა, ხოძე ხარ?
კი, აი ზაგარს მივიღებ ეხლა და FPS-ები რო დასწ. დევერეკეთ! სალამი, ავახარ. ორკესტრი დირიჟორია? ხო არის, კარგად. ლადო ნიმესილი ხო არ გინდა, ლადო ტერაფლუ, კორსიზი? რა გაწუხებს ვითხარი, ლადო იუპროფენი ხო არ გინდა? ლადო ხო არ დაგაძინოთ, ლადო. ვაიმე, აღარ ეშველება, მორჩა, გაჭედა всё. ვაიმე. დასაწმენია. მეგობრებო, კომენტარებში დავწეროთ ლადოსთვის დავწეროთ მისამართების სად შეიძლება რომ იკურნალოს. აღარ შეიძლება ასე, ამის ესე დატოვება ცოტა მისახედია. მოკლედ, ეხლა ვართ სერბეთის საზღვარზე, ბულგარეთიდან გადმოვედით სერბეთში. ეგერ არის ჩვენი გოგოები. ბულგარეთში, სოფიაში დავრჩით გუშინ და სერბეთში დღეს იდეაში არ ვაპირებთ დარჩენას, სავარაუდოდ უნგრეთამდე ვივლით. ან ზეგეთში დავრჩებით, ან თუ გავქაჩეთ სიარული, ბუდაპეშტამდე მინდა რომ ჩავიდეთ რა. და დავრჩებით დღეს უნგრეთში. სერბეთში უბრალოდ ცუდი გამოცდილებები მაქვს, წარსულიდან გამომდინარე ბევრჯერ მაწვალეს სერბეთში და ამის გამო ძალიან არ მინდა აქ დარჩენა, თუმცა აგერ არის დროშა. და მიემატება აი ამ ჩვენს დროშების კოლექციას, სერბეთის დროშაც აგერ თქვენ თვალწინ, მოიცა? ეგადი ცოტა წერა დაყრია, მაგრამ არა უშავს, მთავარია, კარგად დავდივართ ჯერჯერობით, არაფერი პრობლემა არ გვაქვს აბსოლუტურად. ჩვენი კაციები, კავასაკები ძალიან ხოძე არიან. ბიჭო, არალეგალები. აგე არალეგალები, როგორ დაგხვდევენ? ბიჭო, ჩამიიტყეს, არ ვარ არალეგალი, ხო გითხარი? ნუ აბა. კაი, მოკლედ ვაგრძელებთ გზას და დღეს უნგრეთში გადავალთ, ნუ საზღვარს ყველა ვარიანტში გადავალთ და მერე სანამდე შევძლებთ რომ ვიაროთ, ვივლით და დავრჩებით სადაც სიკა გაგვძრობა. აი იმენა რეალური არის, რასაც ვიზავთ. ვისაც გეგონათ რომ მხოლოდ მარკეტინგი და პიარი იყო. აგერ შეხედეთ, ამას შეხედეთ. ვერ ვიხედები. ავტობანზე გავჩერდით, იმიტომ რომ ვეღარ იხედება მწერების გამო და პროსტა ეხ შეხედეთ. ეს გავტეხეთ რო იცოდეთ, ფოტულისა მწერების მოსაშვერებელი და საწმენდი და შემოგვეწყდა. აი, გაიწმიდა всё. ეგარი. ავი, ძალიან დიდი მადლობა. ეგედა მოტორს, რომელიც არის მოტოლის ოფიციალური შემომტანი, იმიტომ რომ ეს სპრეი გამოგვატანა და უკვე მე-10 ჯერ გამოგვადგა ამ გზაზე ეს სპრეი. ძალიან კმაყოფილებული არის და წინ კიდე გასავლელი გვაქვს გერმანიამდე 2000 კილომეტრი და გონდია რომ კიდე ბევრჯერ გამოგვადგება და დაჟე იმდენად ბევრჯერ რომ მე მგონი დაჟე წამოსაღები ექნება ჩვენებზე. იმიტომ რომ გვითავდება უკვე.
უნგრეთის საზღვარი გადმოვიარეთ მოკლედ, აი ესეთი სიტუაცია არის უნგრეთის საზღვარზე. აგერ არის ჩვენი გოგონები. აი ესე დღეში არის. ნუ აქ არ ჩანს, მაგრამ დამიჯერეთ რომ ძალიან ცუდ დღეში არის, ძალიან ბევრი არალეგალი მწერი გადმოვიყვანეთ და ეხლა როგორც ყველა ქვეყანაში სტანდარტულად ამ ქვეყანაშიც უნგრეთში გადმოსვლისას დავაკრავთ ეხლა უნგრულ დროშას. აგერ არის უნგრული დროშაც. არის ნახეთ ეს ხო არის ბულგარეთის დროშა და უნგრეთის დროშაც ანუ ამოატრიალებ, არა ესე არის ბულგარეთი და ესეა უნგრეთი რა ფაქტიურად რა. მაგრამ აი აქ როგორ დავაკრა ეხლა ამდენ წერზე, მოიძე გავწმინდოთ ჯერ. აგე ჩვენი დროშა იდეალური ჯვრებიანი, განსხვავებული ესეთი მსგავსი დროშა არ აქვს არავის აბსოლუტურად და მე ძალიან მიყვარს ჩვენი დროშა. ალბათ შეემჩნევდით თქვენც სავარაუდოდ ჩემს სიყვარულს ჩვენი დროშისადმი რამეზე გამოიხატებოდა და რამეთი შეამჩნევდით ალბათ. აი ესე გალამაზდა ეს ადგილიც კიდევ ერთი დროშით. ძალიან კაი, მოკლედ დღეს იყო პირველი დღე, როცა წვიმაში არ გვივლია, დანარჩენი აქამდე ყოველი დღე წვიმაში მოგვიწია სიარული, მთელი თურქეთის და დაჟე ბულგარეთშიც წვიმდა და დღეს გავიარეთ დაახლოებით 600 კილომეტრამდე, დაახლოებით 590 რაღაცა რა. დავით, როგორ ხარ? მოყევი. სარევად ვარ. აი თქვენ კომენტარებში მოსულობ. всё, ძალიან კარგი. ესე იგი ვაგრძელებთ გზას ბუდაპეშტამდე, გადასარევად ყოფილა დავითი და ამიტომაც გავაგრძელებთ გზას ბუდაპეშტამდე. იმედი მაქვს, არა და ზეგეთში ჩალიჩობს რომ დავრჩეთ და ნახოთ. ხავართ შემოსვლები უნგრეთში ზეგედის ზოოპარკში წამოვიყვანე ბავშვი გასართობად. აგე ბავშვი. და ეხლა ნახავთ ჟირაფებს. ოპა, რომხელო, მართლა შეხედე ბიჭო. ნახე ჩემი. ოპა. ჟოზე. ჟოზე. ო მაგარო წიხლი გლიჯოს იმენა. ჰეი. მოდი ჩვენთან. ჰა? არ შეიძლება? ეს არის ჩიტა, ყველაზე სწრაფი ისა რა ქვია. იაგუარი არის ყველაზე სწრაფი. ეს უფრო სწრაფია? ჰეი, ჩიტა. ამას გავაგდებ ხალხი და რუსი. ანუ ენთუზიაზმით ჩავჯმევია მე რა ვიცი ანუ ფორმაში. აჯმარვით ფორმაში და არა კაია. ეხლა ვართ აკლემებთან. ჟირაფები ვნახეთ უკვე. კიდე რაღაცებიც ვნახეთ. ხო და ყველაზე მეტად მე ნერვიულება იმაზე რომ გარეთ გვიყენია მოტოციკლეტები. ზედ არის ყველაფერი აბსოლუტურად რა, იმენა ერთი ჩანთა მიკიდია მე და ჩაფხუტი და დავით მარტო ერთი ჩანთა უკიდია. ჩაფხუტი და დანარჩენი ყველა ბარგი აბსოლუტურად მოტოციკლეტზე არის ორივე სირა და იმედია რომ გავალთ დაგხვდება და ფეხით არ მოგვიწევს სიარული უნგრეთიდან სადღაცამდე. Козю. Ура кая. Моди. Ха. Моди. Моди. Hey. Hey. Jeka. არის ისто. ეს არის თეთრი ლომხები არიან ესენი და გაბუტულები არიან ერთმანეთთან და მაგიტო წვანან ცალ-ცალკე, აი. ჯეკა. აბა, არის ის. კაცო. აი. გამიჯობო. აი. როგორ არის შინია, ბიჭო? აუ, მას ხელი შეხედე რა. აბა, ვა, მოდი აქ, მოდი. არ მაგ, არაფერი არ მაგ. რომხელა. ეს თავის ატელეზე შეიძლება მოხდეს მაგა. აუ, რა გაუწო. აუ, მე ვთქვა რა. მან არა, აუ, თან რა მყარეს აქ. შეხედე ბიჭო. ხსა მოვიფხანდი. რა დიბღას დაღები. ყველაფერს მოვიფხანდი. დაიხვალე, ბიბი. ქვევით, აქ უნდა აი.
Всё, ega. Хава, ха. მაგრამ მიქავება ყველაფერი და მე მგონი ტილები გავიჩინე. ავიკიდე. მე მგონი მართლა რაღაცეები დამდის მე მგონი, ეგეთი გრძნობა მაქვს. ეს რა ცხოველია ზოოპარკში მოვედი ზეგეთში და აბაში ეს რა ცხოველია ეს არის გარეული ვირთხა ამასარო გაეკარო ტოფიანია აგრესიულია და გავიქცეთ სანდრო გავიქცეთ პირველად ხედავ პინგვინებს ლაკაები ალიან ჩეკიდი Opa, ოჯახ. ჩემთან მოდიხოთ? ჩემთან მოდის. გამარჯობა. გამოვედით ახლა ზოოპარკიდან. დაიყიდი აბა, ვანახე. ჟირაფი. ოპა. ერთი ჟირაფი? მე ამიყიდე, არაფერი არ მიყიდე. ენ ამიყიდე არა? მეორე ჟირაფი. ოპა, ჯამოსაკიდებელი. ეს ჟირაფი აქ მოდის, всё. ეს ჟირაფი აქ იყიდება, ლადო დამიჭირე გადამიღელადო. მიდი. აი. ოპა! იგარი. ჟირაფი ყავს. სახელი, რა უნდა დავარქვა სახელი? ვიფიქრებ. ჟირაფოკატი ქვია. ჟირაფოკატი. ეს არის ჟირაფოკატები არიან, ორივე ქვია ჟირაფოკატი. კაი, აგერ არის ჩვენი მოტოციკლეტებიც. მოკლედ, გადავრჩით, არ მოგპარა არავინ. ნახეთ პინგვინებიც, ნახეთ ჟირაფებიც, ნახეთ ჰიპოპოტამებიც და მოკლედ ყველაფერი ნახეთ და ეხა დავიძრებით ზეგედიდან ბრნოსკენ. დღეს დავრჩებით ბრნოში, 500 კილომეტრი უნდა გავიაროთ დღეს. ბავშვი როგორც იქნა წამოვიყვანე, სულ რაღაც 19 საათი ვიყავით ზოოპარკში და ეხა მოვასწროთ, მთავარი არის დღეს 500 კილომეტრის გავლა. Io video. Jimmy, არ ვიცი, რამდენად გამოჩნდა, მაგრამ ეხა შუა ავტობანზე გავჩერდი და პროცესზე წამოვედი, იმიტომ რომ აი ეს ირმები, არ ვიცი, რამდენად ჩანს, ავტობანის გვერდზე იყვნენ ეს 4 ცალი ირემი, ესე წამოწოლილი და გავჩერდი და გადამეყო ამას ის ძალიან საყვარელი იწყდნენ და თამაშობდნენ ერთმანეთში. просто ეხა რომ მოტრიალდი და მოვედი, გაიქცნენ იქით შორს რა. წავედი გავაგრძელე 200 კილომეტრი გვაქვს დარჩენილი და ჩეხეთში ჩავალთ 200 კილომეტრში. ეხა მოხდა ძალიან გადაობა რაღაცა. აი ეს ხო არის ჩვენი ბაიკი. ერთი, ეს არის ჩვენი ბაიკი მეორე და ეს არის მესამე ბაიკი. ქართული ნომრით წეგა დავიძა და გამოშტენ მეთქი ხო არ მეჩვენება მეთქი და აჰა ეს კაცი ძვალო აგერ არის ფაქტია არ მეჩვენება ავირჩე ეხლა ვართ სლოვაკეთის საზღვართან ვართ უნგრეთის სლოვაკეთის საზღვართან ვართ და შეგვხვდა საწვავის ჩასასხმელად გავჩერდით და შეგვხვდა ეს კაცი და მთელი ერთად დაუძრულ ვართ თურმე არ ვიცოდი პროსტა ნუ ვერ გადავიკვეთეთ სოციალურ ქსელში მარტივად რომ ვთქვა და გადავიკვეთეთ სლოვაკეთში და აბა გამარჯობა მოყევი აბა როგორ გზავრობ თან მარტო მოძრაობს არავის იმედად აბსოლუტურად მარტო დაждდა თავის სიბი 500-ზე და დერეკა ეგრევე ავსტრიაში მიდიხარ ხო ესე იგი რა გაქვს გეგმები ორი სიტყვით მითხარი ბარემ და ჩაქსო მაგასაც არაფერი ჩეხეთი გერმანია რაც საფრანგეთს ადაპირებ წასვლას არ ვიცი რა ჩავალე შეხედა იქიდან ეგრე წამოვედი რაც მოგიდეო იმას ძალიან გამიხარდა ამ ხელა გზაზე რომ ქართლს ნახულობ ძალიან ასწორებს და მით უმეტეს მოტოციკლით რო ნახულობ და მით უმეტეს რო ხვდები რომ თურმე ერთად გზავრობ ამდენი ხანია ბევრი ქვეყანა და ქალაქი ერთად გამოგვივლია თურმე თუმცა
ეხლა დავუწყოთ პირველად და всё, ეხლა აწი დავითეს დავტოვებ აქ და მე და ეს კაცი გავაგზავნებთ გზას მაშინ და გამღალე შენ, წადი. მოდი ამ ულამაზესი ხედების ფონზე კიდევ ერთხელ გადავუხადოთ უდიდესი მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორ Leader Sports და ასევე ძალიან დიდი მადლობა Tegeta Motors, რომელიც არის ოფიციალური შემომტანი მოტულის საქართველოში. სწორედ მოტულის საფოხის საშუალებები გვაქვს ამოღებული მთელი ევროტურის განმავლობაში, რომ ჩვენი მოტოციკლები დავასერვისოთ და არაფერი არ მოვაკლოთ ჩვენს ულამაზეს გოგონებს. Здорово. А? Словакეთში ვარ, ბრატ. უბრალოდ საზღვარი გამოვიარე, დრო იცოდე. ამ წამს გამოვიარე სლოვაკეთის საზღვარი, უბრალოდ სასაზღვრო პუნქტი ესე არ არის, აქეთ უკვე ცენტრალური ევროპა, სადაც არის, უკვე აღარ გვხვდება სასაზღვრო. სხვათა შორის მე რო შარშან ვიყავი, შარშან შემხვდა აქ საზღვარი და ამის მერე აღარ ხვდებოდა და ეხლა აქაც არის დგა არავინ რა. ხო. всё, სლოვაკეთში ვართ ეხლა, სლოვაკეთის დროშას მოუძებნით და დავაკრავთ. ფუში. და კარგად აკრავ, ყოჩა. კარგია. კარგია. აი, ცოტა ისია. კარგად აკრავ, ლადო. ლადო ნახე, კარგად აკრავ, აი. აი, ლადო, ყველაფერი კარგად. ვიდეოში ვიდეოა ჩანს როგორ აკრავ, დამიჯერე. კარგია. აი, აუყო. აჰა, всё, ეგა. კარგია. გამარჯობა. კარგია. ყოჩა, ლადო. всё, კარგია. მეგარი სლოვაკეთის სლოვაკეთის დროშას დავაკარით დავითის სახის ფონზე აგერ არის ყველაფერი და ვაგრძელებთ ისევ გზას ეხლა მივდივართ ჩეხეთში მივდივართ დავით და არც ჩეხეთში არ შეგხვდება საზღვარი პირდაპირ ეგრევე გადავივლით ისე რომ არ მოგვიწევს არსად გაჩერება ლუკა ქართული ხარ? გამარჯოს. გამარჯოს ლუკა. აი ხარ ზო. ლადო ვარ მე. შეხედე იმას? გენკნე მოტო. დროშა არის. ია. ბაი. ეხა და მუხა. ჩაწყოროს რო. ეხა ჩამოვიდ ამ წუთას. და სასწავლებლად თუ? არა, უნდა დავრჩეთ ერთი ღამე და ვაგზელებთ გზას. მოტოციკლეტების ხა? საქართველოსდან წამოვედით ბაიკებით. საქართველოსდან აქ ბაიკებით? ოჰო. საჰუ. და საით გქონდა გისაგზური? გერმანია. გერმანია. მე კიდე გერმანიის ვე საფრანგეთი, ჰოლანდია, ესპანეთი და ასე შემდეგ რა. ხომლამაზად ვარ. ესე იგი, ეხლა ვართ ჩეხეთში, ბრნოში, გუშინ გადმოვედით ბრნოში და აქ დავრჩით. ბრნოში დარჩენის აზრი იყო ის, რომ აქ არის წრიული, ასე რა ქვია, ტრეკი. ჯერ მივალთ, შეიძლება გვითხრან რომ სახში თუ იციან აქ რო ხართო, ვის დაეკარგეთო. ან მეორე ვარიანტია შეგვიშვან. ჩვენ უფრო მეორე ვარიანტი გვაწყობს და ვცდით მაგ მეორე ვარიანტს და თუ გამოგვივა, ერთ წრეს დავარტყავთ და შემდეგ გავაგზავნებთ გზას უკვე ბერლინისკენ. ხო, რაც თავარი აგერ არის ეს რომ გადმოვედით, გუშინ არ დაგვიკრია, იმიტომ რომ აღარაფრის ტრაკი აღარ მქონდა. ოპა. ეგ არის.
აგერ არის ჩვენი ვაგონები. დავითი აი ესე ტოვებს ყველაფერს და დიდი იმედი მაქვს რომ მე არ მომიწევს უჩაფხუტოდ უკან მოვისვა დავითი და წავიყვანო ყველაფერს ჩაფხუტს ჩანთებს მოტოციკლს ყველა გასაღებსაც შეგინტოვებს და შემოტოციკლში ხო და აგერ არის ეს ბრნოს ავტოდრომი სადაც აი ესე ეხა წავალ და დავათვალიერებთ რა ხდება როგორ ხდება და ასე შემდეგ სამწუხაროდ დღეს ვერ შევალთ ავტოდრომზე თუმცა საბედნიეროდ ნახავთ ისეთ სილამაზეებს და ისეთ მაგარი ივენტს დავესწრებით, როგორც არის ფერარების რბოლა. აი, ხმები არის ძალიან გესმით, მაგრამ სულ ფერარები არის. აი, სულ ყველანაირი ფერარი, რაც კი შეიძლება იფიქრო და მოგაგონდეს, არის ახლა აქ და დაგაზაობენ და ვეცდები რომ რაღაც კადრები ავიღოთ მაგასთან დაკავშირებით. ჩემი კაი, აი ეს არის ადოგზე ვართ ახლა. Ona. Oh, просто именно диски არის, ეს არის სავარაუდოდ 20 It's 21 or 20 19 yeah 19 19-იანი დისკი არის და არ მაგარია. იმენა აი 2 კილოა ჩვეულებრივად და გეხოცები არ დაუგდო. ტიგიში. ოპა. ფოტო გადავიღე. შეფიგა. ტიგიში არის. Ბორბალი 25 კილო ამხელა გინახავთ? ის დისკთან ერთად არის 25 კილო მთელი საბურავი. Thanks so much. Have a nice day. Thank you. მოკლედ დისკი 19-იანი დისკი რომელიც არის ნაწერთობი არის 25 კილო თავის სლიქთან ერთად ამ სპორტულ საბურავთან ერთად არის ძალიან ჩატი არის რა აი ვერ აგიხსნით რა მაგარი არის და მოკლედ აი იმენა high level-ზე არიან ტიპები მომზადების თვალსაზრისით რა არის ესეთი საბურავის საწმინდი, ანუ აი საბურავს დადებენ, დაატრიალებენ და გაწმინდავენ, რაც კი ზედმეტი აქვს ნაგავი, მოაშორებენ ამითი. ასეთი ლამაზი დამდგარი აქვს მოფიქრებული. აი ეს არის ფერარის ბოქსი ერთ-ერთი შემო ეს არის აი ესე ნახულობენ თავის დროებს. ესეთი ამბავი არის ბოქსებში. No problem. აი ესეთი ამბავი არის შიგნით რაც ხდება. აი ვიცი რამდენად ჩანს. ხო. მაგრად ძალიან. აი ესეთი ამბავი არის ფერარიში. ესე ეს ამაწვევს ახლა რომელიმე აკუმულატორი დევს თუ არა რომ გადაგვიქოქოს. აი ესეთი ლამაზობა კადრები არის. Can you give me one? This one? Yep, thank you. It's hot? Yeah, I know. Thank you. აი ეს არის საბურავის ნაცვეთი რომელსაც ახლა აცლიან ზედმეტი რაც არის რომ ისევ განახოლდეს სლიკები რა. სულ ეს იყო ბრნოსში შემოვედით ბრნოს ავტოდრომზე იდეაში იმისთვის რომ ჩვენ დაგვერტყა წრე თუმცა დაკეტილი იყო პირადი ივენთი იყო დღეს ფერარების დღე ჰქონდათ მხოლოდ ფერარის მრბოლელები მონაწილეობდნენ დღევანდელ დღეში თუმცა გადავიღეთ ძალიან საინტერესო კადრები ძალიან ლამაზი მანქანები და ეხლა დავიზრებით გავაგრძელებთ გზას ბრნოდან ბერლინისკენ 500 კილომეტრი გვაქვს დღეს გასავლელი რა თქმა უნდა დედას უტირებთ
Всё, ხალხო, აგერ არის, მოკლედ, როგორც ვივარაუდეთ და როგორც დავგეგმეთ და როგორც ვქენით მაგისთვის ყველაფერი, ჩამოვედით გერმანიაში. დრეზდენში ვართ ეხა ამ წუთას. აი ესეთი სასტუმროსთან მოვედით და მაგიტო ბარემ მეთქი მივიდეთ სასტუმროსთან და მე გავჩერდეთ და ჩაუწერ მე მეთქი. მოკლედ 4000 კილომეტრი ვიკატავეთ ჩვენ და ჩვენმა გოგოებმა. აგერ არის აი ეს ჩვენი ულამაზესი ქართველი გოგოები. აი ესე რომლებსაც აბსოლუტურად აი საერთოდ არაფერი აბსოლუტურად არ მოსვლია მთელი გზის განმავლობაში. ნუ მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ კავასაკი არის ადამიანი და არ ვიცი შეყვარებული ვარ კავასაკზე. ნუ მით უმეტეს 626-ზე ზოგადად არ არის მარტივი რა, ეხლა ცოტა ჩემ თავზე რთულად გამომდის ნათქვამი, მაგრამ სპორტ ბაიკით იარო გაუჩერებლად ამდენი კილომეტრი მარტივი ნამდვილად არ არის. მეორე ვარიანტი მე უკვე ამითი ნუ მე 4ჯერ ვიყავი უკვე ევროპაში სპორტ ბაიკით, მაგრამ დავითი პირველად არის წამოსული, ესეც ძალიან ხაზგასასმელი არის. მე სტრიტ ბაიკით სტრიტ ბაიკით Z900-ით, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი აეროდინამიკის ნასახი არ გააჩნია და მძღოლით, რომელიც მაქსიმუმ ბორჯომამდე იყო ნაყოფი. ეხლა ვარ დრეზდენის ცენტრში, ხალხო, დრეზდენში ვარ. ავარი აეროდინამიკა მე ვარ აქ. პიზდეცია. Z900, რომელიც მაქსიმუმ ბორჯომში იყო განავალი და მძღოლით, რომელიც გარტყმაში არ არის ტარების. და 626-ით რომელიც არის არ ვიცი მე ფიქრობ მაგალითად ჩემი პირადი აზრი არის არ ვიცი ხა რამდენად დავეთანხმებით მაგრამ სოფლიოში ყველაზე ლამაზი სპორტ ბაიკი თუ არა ყველაზე ლამაზი 626 მაინც არის რა ჩემი აზრით ჩემი გადმოსახედიდან მოკლედ აი ეს ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ ახლა ამ წუთას გერმანიაში აი აგერ და აგერ თქვენ თვალწინ დავაკრავ, აი მე სად ვაკრავდი, აქ უნდა დავაკრავ. ერთი წამით, მაგრამ ადგილი აღარ არის, მაგრამ კიდე ძალიან ბევრი მოუწევს. აი ესე. ეგრე ეგ ბელგია გამოვა. მაიცა, აი აქ მივაკრავ. არა, ზევით არა, აი აქ მივაკრავ. აგერო. აი ესე. სავარაუდოდ მარიამი ამის გამო პოლიჟოხით მცემს, რომ ესე არა პერფექციონისტულად ვაკრავ ყველაფერს, მაგრამ რა ვქნა მარიამ ფორმა აქვს ისეთი ამას, რომ სხვანაირად ვერ დავაკრავ. დაკუჭა მიშველი. არა, მაიცა, აი, ოპა. აი ეს, всё. ეგ არის ხალხო, გერმანიაც მოვილიეთ. უბრალოდ რა მოვილიეთ, ეხლა იწყება რეალურად ტური გერმანიის და აქედან იწყება რეალურად ტური ვაფშე ევროპის საერთოდ, რაზეც ვართ ჩამოსულები, მაგრამ ფაქტია, აი აგერ თქვენ თვალწინ 1 2 3 4 5 6 7 და ჩვენი საყვარელი მერვე ქვეყანა. ფაქტია უკვე ჩვენ ისტორია დავწერეთ აი ამ 4 პიროვნებამ. 8 ქვეყანაში, კი არა 7-ში ვიყავით საქართველოს გარდა. რა, ესეც წამოყვა. ეს ზეგეთიდან წამოვიყვანეთ, ჟირაფოკატი ქვია. ჟირაფოკატი, ხო. ჩემი ახალი მეგობარია და აგერ მაგის პატარა ძამიკო არის. დაიკო.